განსაკუთრებულია როლი და მნიშვნელობა სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტიანი მუშაობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პლატფორმა, სადაც რეალური გამოყენებადობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეალური მუშაობისა უნდა ჩნდებოდეს, რეალურად უნდა ყალიბდებოდეს ეს უწყება, ეს ორგანიზაცია იმ ორგანიზაციად, რომელიც რეალურად შექმნის პრაქტიკული თვალსაზრისით სარგებელს ქვეყნისთვის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის მაგალითად, ისე ძალიან მნიშვნელოვანი ავტონომიური შესაძლებლობების განვითარებისთვის, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. შეჯამდა 2025 წელი, ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად იქნა შეჯამებული. ამავდროულად განვიხილეთ 2026 წლის გეგმები, საინტერესო პროექტები, წამოწყებები, რომლებიც ექნება ცენტრს 2026 წლის განმავლობაში, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ. და აქვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ 2025 წელს საქართველოს მიიღო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის ჯილდო და აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განვახორციელეთ ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, დაჯილდოვება. 2025 we had a quite rich year. We collaborated with NCDC in communicable disease control. NCDC continued acting as a WHO collaborating center for hepatitis elimination, and also a major milestone was Georgia's certification as for malaria elimination. And we had a special ceremony with awards to those people who contributed to this.